რომელმაც რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მაღალ ბიუჯეტიანი მოგება უკვე დააგროვა. წაშალე მეგობრები ამ სახელწოდების საშინელებათა ფილმზე მხოლოდ 100,000 დაიხარჯა. შემოსავალმა კი $50 მილიონ უკვე გადააჭარბა. Universal Pictures-ის მიერ გადაღებული ლევან გაბრიაძის ფილმი 5 მეგობარზეა, რომლებიც საკმაოდ დამთრგუნველი ისტორიის გმირები ხდებიან. მარიამ ქართველიშვილი გაგაცნობთ ფილმზე გამოხმაურებებს და რეჟისორის მოსაზრებებს. Unfriended. ყველაზე ინოვაციურ ნომინაციაში გამარჯვებული ფილმი წაშალე მეგობრები ამერიკულ კინოგაქირავების ტოპ 5-ში უკვე შევიდა. ფილმის ძირითადი ნაწილის გადაღება კომპიუტერის ეკრანზე მიმდინარეობდა. ფილმზე სულ 120,000 ამერიკული დოლარი დაიხარჯა. მოგებამ კი უკვე $50 მილიონ გადააჭარბა. ფილმი 5 მეგობარზეა. სიუჟეტი მათი თანაკლასელის თვითმკვლელობის 1 წლის თავზე იწყება. ორა ბერნი სუიციდს კომპრომატული ვიდეოს სოციალურ ქსელში გასაჯაროების შემდეგ მიმართავს. Skype-სა და Facebook-ზე მეგობრებს უცნობი მომხმარებელი ემატება და სწორედ აქ იწყება შურისძიების საშინელებათა ისტორია. თავად ფილმის რეჟისორი ქრონიკის კითხვებსაც Skype-ით პასუხობს. ქართველი რეჟისორი ამბობს, რომ ფილმს ექსპერიმენტალური სახე ჰქონდა და მის ატვირთვას მხოლოდ YouTube-ზე აპირებდნენ. ტრეილერის 90 მილიონიანი ნახვის შემდეგ კი ფილმის იდეით კომპანია Universal Pictures-ი დაინტერესდა. თავიდანვე გეგონა, რომ ალბათ ჩვენ თვითონ YouTube-ზე მას ვიზავდით, ავტვირთავდით და ესე უბრალოდ იქნებოდა ეგ და ვინც ნახავდა ჩვენი კოლეგები ძალიან მაგ ფილმს ვერ გამოუშვა. ფილმი გადაღებული გვაქვს მთლიანად 85 წუთი მიდის ფილმი და ეს არის ერთი მოქმედება. მსოფლიოს წარმატებული პრემიერების შემდეგ საქართველოს კინოთეატრებში ფილმის ნახვა უკვე დღეიდან შეეძლებათ. და ბოლოს ცნობა ხვალინდელი ამინდის პროგნოზის შესახებ.